მიმდინარე წლის პირველი საკრებულოს ხდომა გაიმართა დღეს ხელვაჩაურში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ პირველ საკითხად 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს უყარა კენჭი. ცვლილებების თანახმად ბიუჯეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების თანახმად სახელმწიფო ხაზინიდან 3.015.000 ლარი გადმოერიცხა. თანხა მეციტრუსე ფერმერებზე სუბსიდირებისთვის უნდა დაიხარჯოს. ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. მიშა ბოლქვაძე ფიქრობს, რომ თანხა ფერმერებამდე ვერ მიაღწევს. იმ განკარგულებაში, რითაც უნდა მოხდეს გაცემის წესი, ძალიან ბევრი ხრიკი არის შადებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ გლეხებამდე არ მივა ეს თანხა და ამის გამო უნდა წარადგინოს შემსყიდველს ერიცხება ეს თანხა, ხოლო შემსყიდველმა უნდა გადაუხადოს გლეხს თანხა და ძალიან ბევრი ხმები დადის უკვე, რომ მოსახლეობაზე, ესე ვთქვათ, არანაირი თანხა არ გაიცემა. თემის რწმუნებულებს უნდა შეესწავლათ ყველა ოჯახი, ვისაც ჰქონდა ციტრუსი, ვის რამდენი ჰქონდა და ამის მიხედვით თვითონ პიროვნებებზე უნდა მომხდარიყო აი ამ თანხის გაცემა. როგორც მოგეხსენებათ, 0.15 თეთრი დაემატა სტანდარტულ მანდარინს, აუცილებელი იყო ამისთვის ცვლილება შეტანილი იყო, ეს თანხა უკვე ჩამორიცხული, ამიტომ საკრებულოზე გავიტანეთ და 3.150.000 თანხა, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტმა გადმოგვირიცხა, საკრებულოს თანხმობით უკვე შევიდა ცვლილება აღნიშნულ ბიუჯეტში. ეს ეხება სტანდარტულ მანდარინს. გასაცემი ითვლება ახლა ზუსტ მონაცემს ვერ გეტყვით რომ არ მოგატყუოთ, ისე 25.000 ტონაზეა 3.150.000 ჩამორიცხული ცენტრალური ბიუჯეტის მიერ.